როდესაც ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების გამახვილება მოხდეს და კონცენტრაცია მოხდეს უშუალოდ პრობლემის გადაწყვეტაზე. ანუ ხელშესახებ საკითხებზე, მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს დევნილების დაბრუნება, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება საკუთარ სახლებში, როგორ უნდა მოხდეს მაგალითად, რა ეკონომიკური სახსრების გამოყოფა უნდა მოხდეს და ვისგან და რა ეტაპების მიხედვით უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური სახსრების გამოყოფა. როცა ვსაუბრობთ იგივე დეოკუპაციაზე, მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური დეტალების გავლა, რომ რეალურად რა ჯგუფებიდან შესაძლოა მომდინარეობდეს საფრთხე, ანუ რომელმა კონკრეტულმა ჯგუფებმა შესაძლოა შექმნან იგივე საფრთხე, შესაძლოა ეს იყოს ოპორტუნისტული მიზნებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს იგივე თანხებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ფაქტორი, რომელიც გარდა ისეთ არამატერიალურ ფაქტორებთან ერთად, როგორც არის მაგალითად იგივე ღირსება, როგორც არის სამართლიანობის აღდგენა, როგორც არის ჩვენი მხრივ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ამასთან ერთად ყოველთვის მნიშვნელოვანია მატერიალური საკითხების გავლაც და ამაზე მობილიზება და იმის გათვალისწინება საკმაოდ მაღალ იმის გათვალისწინება, რომ რეალურად ყოველთვის არსებობს არამატერიალური საკითხებიც და უფრო ტექნიკურ და ცივად საკითხების გათვალისწინება და რეალურად მეორე ნაწილზე უნდა გადავიდეს ისეთი საკითხების ტენდენციების შემოსხლა და ის უნდა მოხდეს მეორე ეტაპზე, როგორც არის მაგალითად საკითხების გავლა, როგორც არის ისეთი, როგორც არის მაგალითად რა მოტივებით დაიწყო ოკუპაცია, რა გზებით მოხდა ჩვენი ეთნიკური უმცირესობების წაქეზება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როგორც აი ამ წინა ვიდეოებში ვახსენეთ, გამოიკვეთა ძალიან კარგად 93 წლის, ჯერ კიდევ 93 წლის ნაშრომით, უბრალოდ საქართველოს შემთხვევაში არ განიხილავდა ეს კვლევა, ილისის ნაშრომი, რომლის მიხედვითაც, როდესაც აშკარად ერთი მხარე არის კაფიოა, ნათელია, რომ ერთი მხარე არის აშკარად დაჩაგრული და ერთი მხარის უფლებები არის შელახული, ერთი მხარის უფლებები არის დაიგნორებული, როგორც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევის საფუძველზე, ამ შემთხვევაში შესაძლოა ერთი მხრივ მსხვერპლს მეტი აგრესია გაუჩნდეს აგრესორის მიმართ და შესაძლოა აი ეს რაციონალურობის ფაქტორი დაკარგოს, რომ ცივად მოახდინოს კონფლიქტის მოგვარება და მეორე მხრივ აგრესორს გაუჩნდეს იმას, რომელიც არ ღვევს უფლებებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მას გაუჩნდეს მეტი мотиваცია, რომ შეინარჩუნოს ერთგვარად სახე და მსოფლიომ არ დაინახოს ის, როგორც ასე ვთქვათ, აი ამ ურთიერთობაში იგივე ოკუპანტი და ასე შემდეგ, ანუ ოკუპანტის სტატუსი, როდესაც უკვე გააქვს კონკრეტულ კონფლიქტში, ამ შემთხვევაში ამის თავიდან აცილება და თავის მოტყუება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და ვერც მიუცემ